ზღაპრებში არის მამაკაცურობის 7 არქეტიპი, დღეს მინდა ვისაუბრო მებრძოლის არქეტიპზე. მებრძოლის, ანუ მეომრის არქეტიპი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი დოზით არის ჩადებული მამაკაცში, პირველ ადგილზე დგას იმ დანარჩენ 7-დაგან და მოდით ორივე სიტყვა ვთქვათ, თუ როგორია და რა თავისებურებები ახასიათებს. გმირს აქვს თავისი განვითარების ევოლუციური ხაზი. დასაწყის ეტაპზე აბსოლუტურად განსხვავებულია მისი მდგომარეობა და ფინალში, როდესაც ის ვითარდება და ბევრ რაღაცას შეიძენს, თვისებებს და უნარებს, აბსოლუტურად განვითარებულია და ძალიან განსხვავდება საწყისი ეტაპისაგან. ანუ იმის მიხედვით, თუ ევოლუციური განვითარების რა ეტაპზე დგას ადამიანი, განსხვავებულია მასში ამა თუ იმ არქეტიპის მოქმედება. მებრძოლის არქეტიპს ახასიათებს ბრძოლის უნარიანობა, ის სულ იბრძვის, ძირითადი მისი მამოძრავებელი იდეა არის სამართლიანობისთვის ბრძოლა, მაგრამ სამწუხაროდ საწყის ეტაპზე მან საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა არის სამართლიანობა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ განახორციელოს თავისი აგრესიული ქმედებები, ბრძოლის უნარიანობა და მთელს ენერგიას მოიპოვებს სწორედ აი ამ ბრძოლების მეშვეობით, ძალიან მოწონს მერე თავისი თავდადების შესახებ საუბარი, თუნდაც იმ ჭრილობების ესე ვთქვათ ჩვენება თუ ცილურჯეების, რომელიც ამ ბრძოლის შედეგად მიადგა, მაგრამ მან იცის, რომ ის იბრძვის და არ შერდება. სამართლიანობა მისთვის არის ის, რაც მას მიაჩნია სამართლიანად, როგორც წეგან მოგვახსენეთ, ძალიან შორს არის სამართლიანობის იდეის წვდომისაგან. ასეთ ადამიანს სჭირდება მასწავლებელი, რომელიც დააფიქრებს იმაზე, თუ რისთვის არის საჭირო მისი ასეთი დაუღალავი მებრძოლი სულის კვეთების გამოვლენა. რას მოუტანს ეს ყველაფერი, რა საფასურს იხდის ამისათვის, ღირს კი არა ეს რომ აკეთოს ყველაფერი. და თუ გადის აი ამ გზას გაცნობიერების, მერე შესაძლებელია რომ მან ისწავლოს თავისი ძალის მართვა. დასაწყის ეტაპზე, როგორც გითხარით, აბსოლუტურად ეგოისტურია მისი მოქმედებები და იკვებება ეგოისტური სულისკვეთებიდან გამომდინარე. მისი ამოცანაა, რომ გაიმარჯვოს, წარმატებას მიაღწიოს, საუკეთესო იყოს და ესე იგი მთავარი იდეა არის სამართლიანობა, როგორც გითხარით, სუსტების დაცვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად არის დამანგრეველი ენერგეტიკის მქონე, მაშინ როცა განვითარების ხარისხი როცა აღწევს, იქ უკვე აღშენებლობითია მის ხელში ეს ენერგიები, ანუ მებრძოლის არქეტიპისა. დამპყრობლური იდეები ამოძრავებს, ან უნდა დაიპყროს ტერიტორიები, უნდა გააფართოვოს და უნდა დაიცვას, ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ტერიტორიებში შეიძლება ვიგულისხმოთ ინტელექტუალური ტერიტორიაც, ანუ მაგალითად პროფესიონალიზმი, შეიძლება განავითაროს თვითრეალიზაციის მიმართულებით წაიყვანოს თავის-თავი, ეს უკვე უფრო განვითარებულ პერიოდს შეესაბამება, როცა ის ხვეწს თავის პიროვნებას და ამავე დროს შეიძლება ვიგულისხმოთ სულიერი ტერიტორია, რაც გულისხმობს ღირებულებით და ფასეულობით ასპექტებს. განვითარებული მდგომარეობის შესაბამისობაში მებრძოლის არქეტიპს ახასიათებს ზრუნვა სამყაროზე, ზრუნვა ქვეყანაზე, ზრუნვა ბუნებაზე, ეკოლოგიაზე. თუ მანამდე მისი წარმმართველი არის გაბრაზების ენერგია და ეს გაბრაზების ენერგია უქმნის, ასე ვთქვათ, მის მოქმედების მოტორიკას, შემდგომში სწორედ ის ხდება, რომ მან უნდა ისწავლოს აი ამ გაბრაზების მართვა, თავისი ემოციების მართვა და მაღალ განვითარებული მეომრის არქეტიპი 7 გულით იბრძვის. მას შეუძლია რომ გააწონასწოროს თავის თავში ეს ემოციები. ასე რომ აი ამ განვითარების ესეთ ხაზს გადის გმირი, თავისი მებრძოლის არქეტიპის დახვეწა ხდება და
კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ადის და უკვე ჰარმონიზირება ხდება მისი ძალებისა და აღშენებლობითი არის, თუ მანამდე იყო დესტრუქციული და დამანგრეველი, იყო თავში დარწმუნებული და სულ შეიძლება რომ გამოსარჩლებოდა სხვას, სურს ადამიანს და დაეცვა ის რეალურად მას აკლდა სიბრძნე, რაც როცა მოიპოვებს ამ სიბრძნეს, უკვე აიძულებს, რომ ცოტა დააბალანსოს თავისი ემოციები და არ იყოს ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი სისუსტეების დანახვისას აი ამ ბრძოლის მაწარმოებელი. აი ეს შეიძლება მოკლედ ითქვას ამ არქეტიპის შესახებ. შემდეგ ვიდეოებში ჩვენ თითოეულ არქეტიპის შესახებ მცირეოდენ ინფორმაციას კიდევ მოგაგებთ.